საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. ამ გაკვეთილზე ვისაუბრებთ კვადრატული სამწევრის ნულებსა და მის A, B და C კოეფიციენტებს შორის კავშირზე. პირველ რიგში გავიხსენოთ, რომ y უდრის ax კვადრატს plus bx plus c სახის ფუნქცია არის კვადრატული ფუნქცია და მისი გრაფიკია პარაბოლა. იმისათვის, რომ ვიპოვოთ ამ ფუნქციის ნულები, ფუნქციის მნიშვნელობა, ანუ y უნდა გავუტოლოთ ნულს და გვექნება შემდეგი სახის განტოლება: ax კვადრატს plus bx plus c უდრის ნულს. ეს არის კვადრატული განტოლება და მისი ამოხსნა შესაძლებელია დისკრიმინანტის საშუალებით. სადაც დისკრიმინანტი არის b კვადრატს minus 4ac. თუ დისკრიმინანტი დადებითია, ანუ მეტია ნულზე, მაშინ ამ განტოლებას აქვს ორი ამონახსნი, x1 და x2. x1 არის minus b-ს დამატებული კვადრატული ფესვი დისკრიმინანტიდან და შეფარდებული ორთან, ხოლო x2 არის minus b-ს გამოკლებული კვადრატული ფესვი დისკრიმინანტიდან და შეფარდებული ორთან. მოდით შევკრიბოთ ამ განტოლების ფესვები. ანუ ვნახოთ, რისი ტოლი იქნება x1-ს დამატებული x2. ამ შემთხვევაში გამოვა, რომ x1 დამატებული x2 არის minus b-ს დამატებული კვადრატული ფესვი დისკრიმინანტიდან, გამოკლებული b და გამოკლებული კვადრატული ფესვი დისკრიმინანტიდან, ეს ყველაფერი შეფარდებული 2a-თან. რა მოხდა აქ? ვინაიდან ამ წილაც და ამ წილაც უკვე ქონდათ საერთო მნიშვნელი და იგი არის 2a-ს ტოლი, ჩვენ ისინი პირდაპირ შეგვიძლია შეკრებისას ჩავწეროთ ერთი წილადის სახით და მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას. ფესვი დისკრიმინანტიდან და მინუს ფესვი დისკრიმინანტიდან გაბათილდება და მივიღებთ, რომ -2b, რომ ეს გამოსახულება არის -2b შეფარდებული 2a-თან. ორიანების შეკვეცად შეგვიძლია და გამოვიდა, რომ კვადრატული განტოლების ფესვების ჯამი არის -b შეფარდებული a-თან. მოდით ახლა ვნახოთ, თუ რა არის ფესვების ნამრავლი. ამისათვის უნდა გავამრავლოთ ეს ორი წილადი ერთმანეთზე და გვექნება შემდეგი სახის გამოსახულება. -b plus ფესვი და გამრავლებული -b-ს minus ფესვი და შეფარდებული 4a კვადრატთან. ვინაიდან 2-ა გამრავლებული 2a-ზე, ეს არის 4-ჯერ a კვადრატი. თუ დავაკვირდებით მრიცხველს, დავინახავთ, რომ ჩვენ აქ გვაქვს a კვადრატს minus b კვადრატის ფორმულა, ანუ a minus b გამრავლებული a-ს plus b-ზე. უკაცრავად a plus b გამრავლებული a-ს minus b-ზე. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავწეროთ, შევამოკლოთ ეს ფორმულა და გვექნება minus b-ს კვადრატს, ანუ b კვადრატს, გამოკლებული ფესვი დისკრიმინანტიდან კვადრატში. ფესვი d კვადრატში ეს არის პირდაპირ d. ამიტომ აქ ჩავწერეთ -d და შეფარდებული 4a კვადრატთან. დისკრიმინანტი არის b კვადრატს minus 4ac-ს ტოლი. მოდით ds მაგირად ჩავსვათ მისი შესაბამისი გამოსახულება. მივიღებთ, რომ b კვადრატს minus ფრჩხილებში b კვადრატს minus 4ac შეფარდებული 4a კვადრატთან. ფრჩხილების წინ minus თუ მოვხსნით, ფრჩხილებს თუ გავხსნით, minus-ის გამო ფრჩხილის შიგნით გამოსახულების არსებული გამოსახულების წევრების ნიშნები შეიცვლება, ანუ გვექნება -b კვადრატს plus 4ac, b კვადრატები გაბათილდება და დაგვრჩება 4ac შეფარდებული 4a კვადრატთან. 4 და 4 შეიკვეცება, a შეიკვეცება a კვადრატთან და იქნება c შეფარდებული a-სთან. ანუ კვადრატული განტოლების ფესვების ნამრავლი არის c შეფარდებული a-სთან. კვლავ გავუსვავ ხაზს, რომ ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დისკრიმინანტი არის დადებითი. ამოვიწეროთ ეს ორი ფორმულა. მივიღეთ, რომ x1 plus x2 არის minus b შეფარდებული a-სთან და x1 ჯერ x2 არის c შეფარდებული a-სთან. ამ ფორმულებს ვიეტის ფორმულები ეწოდება. ნახოთ, თუ როგორ შეიძლება კვადრატული სამწევრი დავშალოთ მამრავლებად. კვადრატული სამწევრი არის ax კვადრატს plus bx plus c. და თუ ამ სამწევრს გავუტოლებთ ნულს, ამ განტოლების ამონახსნები იქნება x1 და x2, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია შემდეგნაირად. პირველი ფორმულიდან, ვიეტის პირველი ფორმულიდან გამოვსახოთ b. გვექნება, რომ b უდრის -a გამრავლებული x1 plus x2-ზე. ხოლო მეორე ფორმულიდან გამოვსახოთ c, მივიღებთ, რომ c უდრის a გამრავლებული x1-ზე და შემდეგ x2-ზე.
მაშინ ax კვადრატს plus bx plus c კვადრატულ სამწევრში ჩვენ შეგვიძლია b და c კოეფიციენტები შევცვალოთ მათი შესაბამისი გამოსახულებებით, მივიღებთ შემდეგი სახის გამოსახულებას. ax კვადრატს minus a გამრავლებული x1 plus x2 და გამრავლებული x-ზე. ეს წევრი მთლიანად არის, ეს კოეფიციენტი მთლიანად არის b და plus a გამრავლებული x1 ჯერ x2-ზე. ეს არის მთლიანად c. გავიტანოთ a ფრჩხილებს გარეთ, ამ გამოსახულებაში ყველა წევრს, ყველა შესაკრებს აქვს a თანამამრავლში, ამიტომ შეგვიძლია რომ ის გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. ფრჩხილებს შეგნით დაგვრჩება x კვადრატს minus x-ი გამრავლებული x1-ზე და minus x-ი გამრავლებული x2-ზე. ეს ფრჩხილები უკვე გავხსენი აქ და დამატებული x1 ჯერ x2. შემდეგ დავაჯგუფოთ პირველი და მეორე წევრი. გვექნება ფრჩხილებს გარეთ შეგვიძლია გავიტანოთ x-ი და გვექნება x-ი გამრავლებული x minus x1-ზე. დავაჯგუფოთ მეორე და მესამე და მეოთხე წევრი. ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ minus x2 და ფრჩხილებს შეგნით დაგვრჩება კვლავ x გამოკლებული x1. ახლა დავაკვირდეთ მიღებულ გამოსახულებას, ვხედავთ რომ ფრჩხილების შიგნით რა გამოსახულებაც გვაქვს, მის ორივე წევრს თანამამრავლში აქვს x minus x1. ამიტომ x minus x1 შეგვიძლია გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ და მივიღებთ რომ ax კვადრატს plus bx plus c კვადრატული სამწევრი მომრავლება დაშლისას მოგცემ შემდეგი სახის გამოსახულებას. ეს არის a გამრავლებული x minus x1-ზე და გამრავლებული x minus x2-ზე, სადაც x1 და x2 შესაბამისი კვადრატული განტოლების ფესვებია. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყვანეთ ვიეტის ფორმულები. ისინი გვეუბნება, რომ კვადრატული სამწევრის ფესვების ჯამი არის -b შეფარდებული a-თან, ხოლო ფესვების ნამრავლი არის c შეფარდებული a-თან. ჩვენ აგრეთვე ვთქვით, რომ დისკრიმინანტი უნდა იყოს დადებითი. თუ დისკრიმინანტი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ კვადრატულ ფუნქციას, ან კვადრატულ სამწევრს აქვს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ნული, ანუ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ფესვი. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინანტი ნულს უდრის? მოდით ჯერ მაინც ეს შემთხვევა გრაფიკულად ვანახოთ. დავუშვათ a კოეფიციენტი დადებითია, თუმცა არ არის აუცილებელი რომ იგი დადებითი იყოს, იგი უარყოფითიც შეიძლება იყოს, მაშინ გრაფიკს ექნება ესეთი სახე, ანუ ფუნქციას აქვს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ნული, ორი გადაკვეთის წერტილი x ღერთთან. თუ დისკრიმინანტი უდრის ნულს, ამ შემთხვევაში ფუნქციას კვლავ აქვს ორი ფესვი, მხოლოდ ეს ფესვები ერთმანეთს დაემთხვევა. ანუ ფუნქციის ნულები ერთმანეთს დაემთხვევა. x1 და x2 იქნება ერთმანეთის ტოლი. ჩვენ აგრეთვე ვნახეთ უკვე წინა გაკვეთილებში, რომ როდესაც დისკრიმინანტი ნული, ამ შემთხვევაშიც დავუშვათ, რომ a კოეფიციენტი დადებითია, მაშინ პარაბოლა ფუნქციის გრაფიკი შეეხება x ღერთს. მას ექნება 1 და ჩვენ ეს იქნება პარაბოლის წვერო და ჩვენ მას x0 ვუწოდეთ. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში x1 და x2 ერთმანეთის ტოლია და არის აღვნიშნოთ ორივე x0-ით. ანუ ეს მართლაც სინამდვილეში პარაბოლის წვეროს x კოორდინატი იქნება. მაშინ რა შედეგს მოგცემს ვიეტის ფორმულები? გვექნება, რომ x0-ს დამატებული x0 უდრის -b შეფარდებული a-თან, ანუ ორჯერ x0 იქნება -b შეფარდებული 2a-თან. ორჯერ x0 იქნება უკაცრავად -b შეფარდებული a-თან, ხოლო x0 იქნება -b შეფარდებული 2a-თან. ჩვენ ახლა მივიღეთ წვეროს, პარაბოლის წვეროს x კოორდინატის ფორმულა. თუ დისკრიმინანტი ნულია, მაშინ ეს იქნება აგრეთვე ფუნქციის ნული და ვიეტის ფორმულებით მივიღებთ, რომ x0 არის -b შეფარდებული 2a-თან. ხოლო ნამრავლისთვის გვექნება x0 გამრავლებული x0-ზე არის c შეფარდებული a-თან, ანუ x0-ის კვადრატი იქნება c შეფარდებული a-თან. როგორ დავშალოთ მომრავლებად კვადრატული სამწევრი, რომლის დისკრიმინანტიც ნულის ტოლია? გავიხსენოთ მომრავლებად დაშლის ფორმულა ax კვადრატს plus bx plus c, ეს არის a გამრავლებული x minus x1-ზე და x minus x2-ზე. ამ შემთხვევაში x1 და x2 ერთმანეთის ტოლი იქნება და როგორც ვთქვით, მოდით ისინი აღვნიშნოთ x0-ით, მაშინ გვექნება, რომ ax კვადრატს plus bx plus c უდრის a ჯერ
x minus x0 გამრავლებული x minus x0-ზე. ანუ აჯერ ეს არის a გამრავლებული x minus x0-ის კვადრატზე. ანუ თუ დისკრიმინანტი 0-ის ტოლია, ფუნქციას აქვს 1 0, ეს არის x0 და მაშინ ax კვადრატს plus bx plus c, ეს არის a გამრავლებული x minus x0-ის კვადრატზე. მაგალითად, გვაქვს 2x კვადრატს დამატებული 8x-ი და დამატებული 8. რა იქნება ამ კვადრატული სამწევრის დისკრიმინანტი? დისკრიმინანტი ეს არის b კვადრატს, ანუ 64-ს გამოკლებული 4ac, 2 არის 8, 8 8 64, ანუ დისკრიმინანტი არის 0-ის ტოლი, მაშინ x0 ანუ x1 და x2 დაემთხვევა ერთმანეთს ამ ფუნქციის ნულები და იქნება x0-ის ტოლი არის -b შეფარდებული 200-თან, ანუ -8 შეფარდებული 4-თან, რაც -2-ის ტოლია და ეს ნიშნავს, რომ ეს კვადრატული სამწევრი მომრავლებად დაშლისას მოგცემ შემდეგ შედეგს 2, ანუ a გამრავლებული x minus -2-ის კვადრატზე, ანუ 2 გამრავლებული x plus 2-ის კვადრატზე. ჩარჩოში ჩასმულია ჩვენს მიერ უკვე მიღებული შედეგები, ვიეტის ფორმულები და კვადრატული სამწევრის მომრავლებად დაშლის ფორმულა. მოდით ახლა განვიხილოთ კვადრატული სამწევრი 2x კვადრატს -x - 1 და დავშალოთ იგი მომრავლებად. მისი მომრავლებად დაშლისთვის გვჭირდება, რომ ვიპოვოთ 2x კვადრატს -x - 1 უდრის 0-ს კვადრატული განტოლების ფესვები x1 და x2. დავწეროთ დისკრიმინანტი. დისკრიმინანტი არის b კვადრატს -4ac. ჩვენს კვადრატულ განტოლებაში a უდრის 2-ს, b უდრის -1-ს, ხოლო c აგრეთვე უდრის -1-ს. მაშინ დისკრიმინანტი იქნება -1-ის კვადრატს, ანუ 1 გამოკლებული 4-ჯერ 2-ჯერ -1. 4-ჯერ 2 არის 8, 8-ჯერ -1 -8, -8 და წინ მინუსი კიდევ იქნება პლუსი, ხოლო 1 დამატებული 8 არის 9. მაშინ x1 არის -b-ს დამატებული ფესვი დისკრიმინანტიდან შეფარდებული 200-თან. ანუ -1 რომ -1 იქნება 1 დამატებული 3, ანუ ფესვი 9-დან და შეფარდებული 4-თან. ეს არის 1-ის ტოლი, ხოლო x2 იქნება -b-ს გამოკლებული ფესვი დისკრიმინანტიდან და შეფარდებული 200-თან, ანუ 1 გამოკლებული 3 და შეფარდებული 4-თან. ეს იქნება -2 მეოთხედი, ანუ -1 მეორედი. მაშასადამე, ჩვენი კვადრატული სამწევრი მომრავლებად შეგვიძლია შემდეგნაირად დავშალოთ. ეს არის a, ანუ 2 გამრავლებული x minus x1-ზე, ანუ x minus 1-ზე და გამრავლებული x minus x2-ზე, ანუ x minus -1 მეორედზე. -1 მეორედი იქნება +1 მეორედი. აი, დავშალეთ ჩვენი კვადრატული სამწევრი მომრავლებად. მოდით ახლა შევეცადოთ, რომ შევკვეცოთ შემდეგი წილადი. იმისათვის, რომ წილადი შევკვეცოთ, საჭიროა, რომ მრიცხველი და მნიშვნელი დავშალოთ მომრავლებად. ვინაიდან ჯამში შევკვეცა არ შეიძლება. ნიშნელი უკვე გამარტივებულია, ნიშნულში გვაქვს x-1. მოდით დავშალოთ მრიცხველი მომრავლებად, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ, 2x კვადრატს -x -1, ეს არის 2-ჯერ x-1 გამრავლებული x + 1 მეორედზე, ანუ გვექნება მრიცხველის მაგივრად შემდეგი გამოსახულება. და შეფარდებული x-1-თან. x-1 და x-1 შეიკვეცება და დაგვრჩება 2 გამრავლებული x + 1 მეორედზე. შეგვიძლია ფრჩხილები გავხსნათ და მივიღებთ, რომ ეს არის 2x + უკაცრავად
2x დამატებული 1, ვინაიდან ორჯერ 1 მეორედი არის 1 სტოლი. ჩვენ ნახეთ, რომ ჩვენი წილადი გამარტივების შედეგად გახდება 2x + 1 სტოლი. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ x-ი არ შეიძლება რომ იყოს 1 სტოლი, ვინაიდან 0-ზე გაყოფა არ შეიძლება. ხოლო, როდესაც x-ი 1-ია მნიშვნელში, გვექნება 0, 1 - 1 არის 0 სტოლი. გვაქვს კვადრატული განტოლება x² - 4x + 3 უდრის 0-ს. ვიპოვოთ ამ განტოლების ფესვების ჯამი და ნამრავლი. გავიხსენოთ ვიეტის ფორმულები. ფესვების ჯამი არის -b შეფარდებული a-თან. ჩვენ შემთხვევაში b არის -4, ხოლო a არის 1. ანუ ჯამი იქნება -4 შეფარდებული 1-თან, ანუ 4 სტოლი. რაც შეეხება ნამრავლს, იგი c არის c შეფარდებული a-თან, ჩვენს განტოლებაში c არის 3, a 1-ია, ანუ ფესვების ნამრავლი იქნება 3 შეფარდებული 1-თან, რაც 3 სტოლია. ამ ორი განტოლებიდან ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ კიდეც თუ რა არის x1 და რისი ტოლია x1 და x2. ჩვენ გვაქვს ორი რიცხვი, რომელთა ჯამი არის 4, ხოლო ნამრავლი არის 3. ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს 1 სტოლი, ხოლო მეორე 3 სტოლი. მართლაც 3-ს დამატებული 1 არის 4, ხოლო 3 გამრავლებული 1-ზე არის 3 სტოლი. განვიხილოთ შემდეგ მეორე კვადრატული განტოლება x² დამატებული 15x უდრის 0-ს და ვიპოვოთ ამ განტოლების ფესვების ნამრავლი. ფესვების ნამრავლი ვიეტის თეორემის მიხედვით კვლავაც შეგახსენებთ, რომ არის c შეფარდებული a-თან. ჩვენს განტოლებაში c კოეფიციენტი არ ჩანს. ეს ნიშნავს, რომ იგი 0 სტოლია, ანუ ჩვენ შეგვიძლია განტოლება შემდეგნაირად შევავსოთ. მაშასადამე ფესვების ნამრავლი იქნება 0 შეფარდებული 1-თან. a 1 სტოლია, ანუ ფესვების ნამრავლი არის 0 სტოლი. გადავიდეთ შემდეგ მაგალითზე. ახლა დავუშვათ, რომ გვაქვს მოცემული განტოლების ფესვები და ჩვენი ამოცანაა, რომ ჩავწეროთ ისეთი კვადრატული განტოლება, რომლის ფესვებიც იქნება მოცემული რიცხვები. მაგალითად, x1 უდრის -1, ხოლო x2 უდრის 1-ს. გავიხსენოთ კვლავ, რომ კვადრატული განტოლება არის შემდეგი ფორმის. სიმარტივისათვის ჯერ დავუშვათ, რომ a უდრის 1-ს. მაშინ განტოლებას ექნება შემდეგი სახე. ანუ ამ განტოლებისთვის ვიეტის თეორემას ექნება შემდეგი ფორმა. x1 + x2 უდრის -b-ს, ვინაიდან -b გაყოფილი 1-ზე კვლავ -b იქნება, ხოლო ფესვების ნამრავლი იქნება c სტოლი c შეფარდებული 1-თან. მაშინ ჩვენი ფესვების საშუალებით ადვილად შეგვიძლია ვიპოვოთ b და c. ფესვების ჯამი -1 + 1 არის 0 სტოლი. მაშასადამე 0 უდრის -b-ს, ანუ b უდრის 0-ს. რაც შეეხება c-ს, იგი არის ფესვების ნამრავლი და -1 არის -1, ანუ c არის -1. ანუ ერთ-ერთი კვადრატული განტოლება, რომლის ფესვებიც იქნება 1 და -1, იქნება შემდეგი სახის x² დამატებული 0-ჯერ x-ი, ანუ 0, აღარ დავწერ ამ წერს და გამოკლებული 1. ანუ გვექნება x² - 1 უდრის 0-ს. იგივე განტოლება შეგვეძლო მამრავლებად დაშლის ფორმულითაც დაგვეწერა. როგორც გვახსოვს, მამრავლებად დაშლის ფორმულით გვაქვს a-ჯერ x - x1 გამრავლებული x - x2-ზე უდრის 0-ს. კვლავ ვიგულისხმოთ, რომ a 1 სტოლია, მაშინ გვექნება x - -1, ანუ +1 გამრავლებული x - 1-ზე უდრის 0-ს. შემოკლებული გამრავლების ფორმულით გვექნება, რომ ეს არის a² - b², ანუ x² - 1 უდრის 0-ს. აქვე აღვნიშნავ, რომ უამრავი სხვადასხვა განტოლება შეგვიძლია დავწეროთ, რომლის ფესვებიც არის -1 და 1. კვადრატულ განტოლებებს გულისხმობ მაგალითად, რა თქმა უნდა. მაგალითად, გავამრავლოთ ეს განტოლება 2-ზე. გვექნება 2x² - 2 უდრის 0-ს. ამ განტოლების ამონახსნებიც იქნება -1 და 1. შეგვიძლია ეს განტოლება გავამრავლოთ რაიმე სხვა რიცხვზეც, მაგალითად -3-ზე. მაშინ გვექნება -3x² + 3 უდრის 0-ს. ამ განტოლების ამონახსნებიც იქნება -1 და 1. ეს ფაქტი ის, რომ მრავალი განტოლება შეიძლება დავწეროთ, რომლის ფესვებიც არის -1 და 1, გრაფიკულადაც შეგვიძლია ავხსნათ.
ფესვები რომ -1-ია, ნიშნავს, რომ ამ ფუნქციის ნულები არის -1 და 1. ანუ მისი შესაბამისი გრაფიკი x ღერს კვეთს წერტილებში -1 და 1. ამ ორ წერტილზე შეგვიძლია უამრავი სხვადასხვა პარაბოლა ავაგოთ. მაგალითად, ესეთი. ან უფრო განიერი. ისეთი, რომლის შტოებიც მიმართულია ქვევით. კიდევ ერთი. და ასე შემდეგ, უამრავი ასეთი პარაბოლის აგებაა შესაძლებელი. დავწეროთ კვადრატული განტოლება, რომლის ფესვებიც არის 3 და 0. ანუ x1 უდრის 3-ს და x2 უდრის 0-ს. შეგვიძლია გამოვიყენოთ ვიეტის ფორმულები, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ მომრავლებად დაშლის ფორმულა. კვლავ ვიგულისხმოთ, რომ a კოეფიციენტი არის ერთის ტოლი და მოდით მომრავლებად დაშლის ფორმულა გამოვიყენოთ, გვექნება x - x1, ანუ 3, გამრავლებული x - x2-ზე, ანუ x - 0 უდრის 0-ს. მას შესაბამისად ჩვენი განტოლება იქნება შემდეგი სახის: x - 3 გამრავლებული x-ზე უდრის 0-ს, ანუ x კვადრატს - 3x უდრის 0-ს. კვლავ გავიმეორებ, რომ ეს მხოლოდ ერთი განტოლებაა, რომლის ფესვებიც არის 3 და 0, ასეთი განტოლება უამრავი შეიძლება იყოს. ამისათვის საკმარისია, რომ ჩვენ ეს განტოლება გავამრავლოთ 0-ისგან განსხვავებულ რაიმე ნამდვილ რიცხვზე. კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი განვიხილოთ, როდესაც ფესვებია 1 და 5. ამ შემთხვევაში ვიეტის ფორმულებით ვიხელმძღვანელებ, კვლავაც ვიგულისხმებ, რომ a ერთის ტოლია, გვექნება, რომ x1 + x2 უდრის -b-ს, ანუ 6 უდრის -b-ს, ანუ b უდრის -6-ს. ხოლო x1 - x2 x1 გამრავლებული x2-ზე არის c, 1 გამრავლებული 5-ზე არის 5, მას შესაბამე c უდრის 5-ს. ჩვენი განტოლება იქნება x კვადრატს -6x დამატებული 5 უდრის 0-ს. a კოეფიციენტი არის 1-ის ტოლი, b კოეფიციენტი არის -6-ის ტოლი, ხოლო c კოეფიციენტი არის 5-ის ტოლი. ეს არის ერთ-ერთი განტოლება, კვადრატული განტოლება, რომლის ფესვებიც არის 1 და 5. და ბოლოს განვიხილოთ კიდევ ერთი ვარიანტი, როდესაც x1 არის 2-ს დამატებული ფესვი 5, ხოლო x2 არის 2-ს გამოკლებული ფესვი 5. ამ შემთხვევაში x1 + x2 იქნება 2-ს + ფესვი 5 + 2-ს - ფესვი 5. ფესვი 5-ები გაბათილდება და ეს არის 4, რაც -b-ს ტოლია. ვიეტის ფორმულების მიხედვით a კვლავაც 1-ია, ანუ b არის -4, ხოლო x1-ის და x2-ის ნამრავლი არის 2-ს დამატებული ფესვი 5, გამრავლებული 2-ს გამოკლებული ფესვი 5-ზე. ეს არის a + b გამრავლებული a - b-ზე, ანუ a კვადრატს - b კვადრატი, რაც არის 4-ს - 5, ფესვი 5 ჯერ ფესვი 5 გამრავლებული ფესვი 5-ზე, ეს არის 5 და -1-ია, რაც c-ს ტოლია. მას შესაბამისად განტოლება იქნება x კვადრატს გამოკლებული 4x და გამოკლებული 1 უდრის 0-ს. შევაჯამოთ ჩვენი გაკვეთილი, ჩვენ განვიხილეთ ვიეტის ფორმულები, რომლებიც გვეუბნება, რომ კვადრატული განტოლების ფესვების ჯამი არის -b შეფარდებული 100-თან, ხოლო ნამრავლი არის c შეფარდებული 100-თან. მადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.